ვარ ცილი ბისტროში და ვიღებთ ჩემ პირველ YouTube ვიდეოს. იდეა არის, რომ გავსინჯოთ ყველა ხინკალი საქართველოში. ტროლია პეტო, ვაიმე ძალიან მწვენია. გამოიწერე. თუ დამეწუწა, ლუზერი ვარ. ვაუ. წუნიანია, ხორცს კაი გემოაქვს, ცომიც გემრიელია. ხინკალის ჭამას რამდენიმე წესი აქვს. პირველი წესი არის, რომ ხელით უნდა ჭამა. ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე წესი არის, რომ არ უნდა დაგეწუწოს. მესამე წესი არის, რომ არ ვიცი, მესამე წესი რა არის. ყოველთვის შევუკვეთავ ერთ ქალაქურს, ერთ თლიულურს. რამე თავისი ისიც თუ ექნება, საფირმო რამე, მაგასაც ალბათ გავსინჯავ ხოლმე. ესე იგი, წესი არის, რომ ვსინჯავ ორივეს და ვაფასებ მერე. ჯერ ამისი უკვე დამახსოვრებული მაქვს კულა. ძალიან ბევრი ხალხი მიყურებს, ესე გვინდ დადის. ობიექტური ვიქნები ყოველთვის შეფასებისას. ქალაქური. აი ვсё, გავტროლე. კაი, ეს არ გამოვაჩენ ამას. ოკეი. შეფასებები არის. რო რამე ქალაქური უფრო მომეწონა, იმიტომ რომ უფრო დიდი პერსონალიტი ჰქონდა. მაგრამ სიმართლე რო ითქვას, ადგილი მომეწონა ძალიან. მარტო ხინკალი აქვს, გამარჯობა. ხინკალი ხო არ გინდათ? ადგილი მომეწონა ძალიან, მარტო ხინკალი აქვს, შესვენებაზე არ მოიდგინე სამსახურში ხარ, ჩამოხვალ ეგრევე ხინკალს შეჭამ რა. მაგარია, კომფორტული არის, ჩამოხვალ შესვენებაზე, რესტორანში კი არა, უცებ სახინკლეში დაждები, ხინკალს შეჭამ და ახვალ რა. ეხლა შეფასება. თიულურს შევაფასებ და დაუწერე 6 და 900. ცოტა პერსონალიტი აკლდა, დიდი არაფერი არ იყო, მაგრამ კარგი იყო, გემრიელი იყო, კარგი წვენი ჰქონდა და კარგი ხორცი ჰქონდა. ცომიც ნორმალური იყო, თხელი ცომი იყო, მომეწონა. ქალაქურს დაუწერ 7 და 2-ს. 7 და 2-ს დაუწერ. ქალაქურს უფრო მეტი პერსონალიტი ჰქონდა და უფრო გემრიელი იყო, ცოტა მწვანილის გემოც დაკრავდა და ცოტა სიცხარეც ჰქონდა. ამიტომ 7 და 2. მოგვიტანეს 10 წუთში. და ფასი, რა თქმა უნდა, ფასი 10 წალ ხინკალში გადავიხადეთ 28 და 20. ფასი თქვენ შეაფასეთ. შეფასება მორჩა. წავედით. ეს კარგად მოუჭირე, არ გაგივარდეს ხელიდან, თორე დაგინძრევარ.